დღემშვიდობის ლამით. როგორ ხართ და რაფერი ხართ? იმას რა მოვიდა. ამერცი აღარა მაქვს. და ამაზეც დაუმწყდი. ათითებით რა გავაკეთე, ეგეთი რომ აჰა. ძნელი იყო, აი ხა მოვედი სახლში, რომელი საათია? 5 წუთია, დაბლავიყო. სუცდილობ ხოლმე რომ პარალელურად რაღაცას რო ვაკეთებ, თუნდაც საჭმელს, სანამ ანა დუღდება რაღაცა გავაკეთებ, ვაჭამო ან ქათამს ან იმას რომ ანუ რაღაც ერთდროულად რო კეთდება, მე ადვილია ხოლმე რა. ვაიდეთ. ეხა სუპი მიდგარ დამრჩეს, მწვანილები ხა უყავდა დავტყვი ცოტა. ცოტა უმია. ვიცი სწრაფად მინდოდა გამეკეთებინა და მწვანილები ისუქენი. არა მაგ თავი დავართხე ნახე რასა უკევა. ვაჭამე ქათმებსაც, ძაღლებს. ბანცალას ვაჭამე. შეერქვა ეგ სახელი, ანუ დიდად ძიებას აღარ ვაპირებ. ბანცალა და როში მიდივარ ხოლმე და ესე ფეხებში ხომ ეგებება ხოლმე, ხო ის პატარა რომ შეიძლება ფეხიც კი დაადგა და ბანცალას კი არ ვიცი. ბანცანცო და შეერქვა ეს დანაირად ამაკ. შეერქვა ბანცანცო. წუხერო მოვედი. გუშინ ხო დოსასვით გამოვასურთავი და წუხერო მოვლი რაღაცები იყარ. ისე წუხერო მოვაშორე დღეს აღარა მაქვს არა. ივანეს ცეკვის ტანსაცმელი გავრეცხე და დანარჩენს თვითონ გააშრობს. დავიღალე. აი მე როგორ მე სიკვდილება დილეობით ადგომა, როგორ მე სიკვდილება ნეტა იცოდეთ. დამწვარი და მე ვიტინება. აი და ზუსტად ვიცი, ანუ ხალეც ახლა უნდა ავდგე სანამ გავუშვებ ხოლმე სკოლაში რა, ნინოს უნდა ვაჭამო, რაღაცა ჩაისვამე ხოლმე ნაშადს და ყველა ვარიანტში ვდგები. მაგრამ ახლა შევშისავქრა. შევიტრიალო. ჩემი გოგოები რა არის ახალ ჯგუფში ვარ? ტორტები დაგაბადა თქვენ და მაია სუხიტაშვილი ჯგუფში. ჯენ დაგეწესა. ანუ სამსახურში ახალ ჯგუფში ვარ. აჰა. ჩემი გოგოები. აი მე სათავრეკავ, გათიში. ხო თავრეკე გოგო. აი მე აქ არა ვარ შესაყვანი. აი ხა მოვიდა შეტყობინება რომ დაგამატათო ჯგუფში. აი ჯგუფი ღაბეკალდა. ცეკვის ჯგუფი, მშობლის ჯგუფი, მასწავლებლის ჯგუფი, ამის ჯგუფი, იმის ჯგუფი, უმშობლოდ, უბასწავლებლად. აი მე ხა კიდე რა უჭირს, აი ონლაინ რო იყო ღმერთო რა საშინე ყველა საგანს თავისი ჯგუფი ჰქონდა თან სამი ბავშვი. ვეღარ ვიცოდი სადაც კაპუნობდა. აუ აქ ხალხი ესე იგი, გუშინ მივყევი. მომეშალა ნერვები. მოიცა სანამ ნერვების მოშლაზე ვილაპარაკე. მანამდე ვიტყვი რეკლამაზე და YouTube-ზე ხალხო გუშინაც მოვიდა მომწერეთ. კომენტარებშიც ვნახე და ადრეც იყო ეტყობა ახლა აქვთ ბუმი. მოკლედ ვიდეოს რო უყურებთ ხოლმე მეც ანუ არა იმას კი არ ვამბობ, ჩემთვისაც გამახიზიანებელია რაღაცას რო უყურებ, ელემენტარულ ვლოგს რო უყურებ. ძირითადად უყურებ ხოლმე კაკოს ვლოგს, თუ ვისაც ვინც იცით.
ხო და რო რაღაცა საინტერესო მომენტი და რაღაცა ორწუთიანი რეკლამა რო ირთვება მე კიდე ანუ 100 რეკლამა შეიძლება ჩაირთვას 9 საათიან ვიდეოზე რა ძალიან გამაღიზიანებელია მაგრამ ამ შემთხვევაში ვლოგერი არ არის არაფერში დამნაშავე ანუ მე რო ვიდეოს ვუშვებ თვითონ Google ადებს რეკლამებს ვისი რეკლამა იქნება და რა იქნება უკვე თავისია დამოკიდებული ანუ მე არაფერს არ მეკითხები ან სად დავადო რამდენი დავადო რამდენი რეკლამა გავუშვა რამდენი წუთიანი გავუშვა და ასე შემდეგ ანუ საერთოდ ანუ ერთ-ერთი რიგითი მუშახელი ვარ მე რომლითაც ფულს აკეთებს Google და მაგ რეკლამებით აკეთებს და ანუ აწყობს კიდეც რა 100 რო დაადოს. მაგ შემთხვევაში ვზარალდებით ჩვენ იმ ხრივ რო ხო ადამიანს ყურება აღარ უნდა ეზარება უკვე ამდენი რეკლამების გათიშვა თუ ტელევიზორში უყურებს მithumetes ხო და არც იმით აგვაქვს დიდად მოგება რომ ანუ ერთი რეკლამა გავა თუ 100 რეკლამა გავა რა ჩვენ გვიხდეს იმ მიზერულ თანხას რაც არის. აი ელემენტარული რატო ვამბობთ რომ რიგითი მუშახელი ვართ ერთ-ერთი Google-ის. ანუ ჩვენ მე მაგალითად რა ვიცი, აი ყავის რეკლამა და უნდა გავიდეს ჩემს ვიდეოზე, ხო? ასე გადაწყვიტა Google-მა. და რეკლამა უნდა ყავის კომპანიას, რომელიც ჩემ ვიდეოზე გავა. მაგ შემთხვევაში იქ ხო არის მაგალითად აი რეკლამა რო იწყება და 5 წამში რო შეგიძლიათ გათიშოთ. და მე რო არის სიტყვაზე 1 წუთიანი, ხო არის? და თავისთავად შე. კი. ხო და აი თქვენ რო დააწვევით იმ 5 წამის გათიშვას. არა თუ გინდა დააწევთ მე არ გეუბნებით ბოლომდე უყურთ, უნდა აგიხსნათ უბრალოდ. იმიტომ რომ მეც ვაწვევი ხო. საკუთარ ვიდეოზე რაღაცას რო ძებნი ხოლმე და რეკლამა ამომიხდება, მეც ვაწვევი, ანუ არ უყურებ რა. ის სავალდებულო 5 წამიანს უყურებ ხა. მიყურებია იმ შემთხვევაში მიყურები რა ძალიან ჭუჭყიანი მაქვს ხელი და რაღაცა რეკლამა ერთვება დამეზარება ეხა გაიმშრალე და გამორთე და რაღაცა ეგ თემა მეზარება ხო მაგ შემთხვევაში ვუშვებ ბოლომდე მაგრამ ეხა რაღაცა რო გინდა ეხა ვერ დაელოდები რა ფიზიკურად ვერც იმის ხათრით ვერც ამის ხათრით ხო და აი ეს 5 წამიანი სავალდებულო რო არის იმ შემთხვევაში მაგალითად რო ბოლომდე არ უყურებ მიხდის სიტყვაზე აი 100 ლარი 100 ლარიდან, აი, ყავის კომპანიამ Google-ს გადაუხადა 100 ლარი. ჩემზე რეკლამა რო გაუშვას და. თუ იმ 5 წამიან ვიდეოს რო გათიშავ, 5 წამში მიხდის მე სიტყვაზე ვამბობ, აი რო შედარება გაგიკეთოთ. დაახლოებით 1 თეთრს 100 ლარიდან 1 თეთრს ძალიან მიზერულ თანხას იხდის საქართველოში. და თუ ბოლომდე უყურა ვიღაცა მაგალითად 1 წუთი ან 2 წუთი შეიძლება გადამიხადოს 1 ლარი. ანუ მაგასაც აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი გადის ჩემს არხზე რეკლამა რა, ანუ გიჟია ვიღაცა ხა ბოლომდე არ გადის და გადაგიხადოს, ანუ ის კი Google-ს უხდის, მაგრამ Google-ი აღარ გიხდის შენ. ვიხდით? ხო და ხა რამდენ ვიდეოს, რამდენ რეკლამას გაუშვებენ, მოგებაში არიან ისინი. მე საერთოდ არა, ანუ ვლოგერი საერთოდ არა, ასე რომ და არც გვეკითხებიან რა, ანუ რამდენი რეკლამა გავუშვათ და ასე შემდეგ. ჩვენ არა ვართ დამნაშავეები, ჩვენთვისაც გამაღიზიანებელი და გვიჯერეთ. იმიტომ ჩვენ ჩვეულებრივი მაყურებლები ვართ. დამანებით თავი ესე მქონდეს რა ლასტოჩკა. ხო. გოჟი მივყევი ქართულ ვლოგერებს ვინ რაქნა როგორ არიან გადავხედე, იმიტომ რატომღაც TikTok-მა დაჩრდილა YouTube-ი, ანუ ვერ დაჩრდილავს, იმიტომ რომ TikTok-ი ბინძური პლატფორმა და რაღაც საქმეს რო ვაკეთებ ვირჩენი YouTube-ი, მქონდეს ჩემთვის YouTube-ი ყველაზე მთავარია მართლა ოღონდ. გადავხედე ქართველებს ხო კარგად იყვნენ, როგორ არიან, რა ეტაპზე არიან, ნახეს თუ ყველა შეძლებს დაგვარებ. ზოგი მოუკლო ვიდეო, ზოგმა არ მოუკლო, ზოგმა რა მოკლედ. კარგად არიან და ძალიან კარგი. ხო, მე შევედი TikTok-ზე, საღამოს, გვიან. აი სამსახურიდან რომ მოვედი და არაფერი საქმე არ მქონდა ისეთი. შევედი და არ გამიპაროს დრო. ხორსაჩი მოწვევი. ხო და ღმერთო დავიღალე რითვე დამთავრდა ქეთი ეგიდუნაშვილის ერა. გეხვეწებით მითხარით რა.
ანუ ეხლა ქეთი ეგიდუნაშვილი ნუ ცალკე თემა, მაგრამ იმისი გამხილველი ხალხია. იმდენი შემხვდა. ახლა ერთმანეთში ლაივში, ახლა ერთმანეთში ესე, აბა ესე, ის ბილდსიტყვაობა, ის სიბინძურე, ანუ TikTok იმისთვის გადმოწერე, რომ ეგიდუნაშვილისთვის მეყურებინა და იმის მომჩივარი, მომდავებელი და მოსამართლე და გამომართლებელისთვის. ავწევ ვიღაცა ლანწყავს, ავწევ ვიღაცა აგინებს, კიდე ავწევ ვიღაცა იცავს. ეს ერთი ხო იყო, ეხლა გახდნენ 100. ეგრე არის. ანუ TikTok-ზე მაგ გამოწერილი, მაგისთვის გადმოწერე ხარ ხელნაკეთი ნივთები, ხან რაღაცა ცემენტით რაღაცა საკეთები რაღაც. ანუ ძალიან ბევრი რაღაცა გამოვიწერე, რომელიც სიამოვნებს რომ ვუყურო, ბევრი რამე ვისწავლე. თუნდაც ეხა ტორტების მორთვის რაღაცეებია, ფიგურების გამოძერწვის მარტივი ხრიკები რაღაცეები და ანუ აღარ მხვდება რა. საერთოდ აღარ მხვდება ეგ ვიდეოები, რაც მე მინდა რომ შემოყვეს. ავწიე ის, აღარ შემეძლოს ქეთი. ხოდა მომეშალა ნერვები. ვისაც ვიცნობდი, ვისაც არ ვიცნობდი, ვისაც საერთოდ არ ვიცნობდი და ვინც საერთოდ ქეთი ახსენა. წაღმა უკუღმა ისე თუ ესე, რომ მივყევი სულ ყველა დავბლოკე. აი სულ ყველა სტრიმერი დავბლოკე, ვინც რავი, ხან იმის ლაივში არის, ხან იმის და ეგიდუნაშვილს, ვინ რა, როგორ, ამდენჯერ და რანაირად რატო უნდა განვიხილო? შენ ცხოვრება არა გაქვს ქალო? კაცოც, კაცები არიან, მე. წარმოვიდგინე ხა ლაშა იჯდეს და ეგიდუნაშვილზე ჩაწეროს ლაივები ჰქონდეს 24 საათი და ხო, მოკლედ. სულ ყველა დავბლოკე. სულ ყველა. ისეთი კარგი იყო. წუხელი ივანე გასული იყო და ვიცოდი რომ პირველიდან 2:30-მდე უნდა მოსულიყო რა და ზუსტად ეკრე მოვიდა 2:20 წუთი იყო თუ რაღაც და მანამდე ეგ ცოტა ხანი აი ქვე ხალათს შემოვიცვი ხო და ფეჩთან მივწვევი ხოლმე და ცოტა ხანი 1:30 საათი ჩამეძინა აი ძილღვიძილის სპონჯი ხო და მე ბავშვები დაწუნენ ყველანი რომ დაწუნეთ და ივანეს ველოდებოდი ვერ ვიცინებ ხოლმე რა სანამ არ მოვა და მე მომწერა რომ მაქსიმუმ 2:30-მდე მოვალო და მეთქი კაი დაგელოდე. ხო და ვათვალიერებ TikTok-ს. ისეთი კარგი იყო. ისეთი კარგი იყო ხალხო, ერთი ეგიდუნაშვილის მხსენებელი არ ამოვარდა. აქამდე გიქნა, მაგრამ აქამდე ცოშობოდი, მაგრამ ეგ მასიურად არ გავაკეთე, ცოტა იმიტყდებოდა იმასი რომ სხვა და მისცე მშვენი რომ თემიბულოკე. ეხლა ნახება ამოვახტება რამე. რა მიწის დრო იყო იაპონიაში? დედა 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის? როდის იყო? აი მისაწყალე ხალხი. აი კაკო. ეცა ჩაუწიო და ისე. აი ეს არის კაკო. კაკოს. ხო, კაკო იყო. კი, კაკო. მიყვარს ამის. აი ესეც თუ ეგიდუნაშვილია. მოიცა? თორე როგის მინონ მე გაიგე. ანუ გამესწავლებინა ესე ლაივში ყველასთვის. არ არის მე მგონი ეგიდუნაშვილი გადარჩა. აჰა. ეხა გეხვეწები უყურე. საღამოს 8 საათზე სად მივიდა, სად მიდიოდა, ვის ეძებდა, რას ეძებდა, სად გაიზარდა. დღეს საღამოს 8 საათზე სად ეს თეთრი ქუდი და ის ვიღაბა ჩუქა აბუბედურს კიდე ეს უნდოდა არა მხდება ხახრო რა კარგია რა ხაბი გეკრე შედალოცილო შედა არა ფერი არა შენ აუ ეს ფილმი მიყვარს ანუ საერთოდ არ არის, აი ერთი ხა ის გადაობის ვიდეო იყო. აი რა ბედნიერება, ეგ ეს ვინ არის? ვიღაცა ბაბუ. მერთოჩელო იაპონიაში. როდის იყო?
დღის პირველსაძე გამაჟრია ლაღმერთო 7.6 ცოტა ხო არ არის. მე გამაციაღმერთო ეხა დამიარა ყო ეხა რომ წარმოვიდგინე ის ხალხის უბედურობა. ბავშვები, ქალები, მე რა გინდა გააკეთო მაგ დროს. დღის პირველ საათზე. აქ რამდენი იყო 5.8 თუ რაღაცა არისო ამას წინათ რა ერთი რა წამიერად რო იყო ალბათ რავი რამდენიმე წამი რო გაგრძელდა და საკმაოდ ის რომ მოყვა მეტი ხანი რო გაგრძელებულიყო უფრო ის იყო დამანგრეველი რა თქმა უნდა არ არის პატარა ამხელა ვაიმე როგორ მახსოვს ის მიწისძვრა რო იყო აი ქვემოდან იყო ან ეს ხო არის რომ რა ქვემოდან იყო აი რაღაცნაირად ხო არის ესე ტოკავს არა აი რაღაცა ხმა იყო რომელი მყავდა შიგნით შეყვანილი ოთახში იყო საწოლზე ვიცი რომ საწოლს არავინ არ ეხება რა აი ქვემოდან ამოვიდა რაღაცა და წამიერად და სანამ მივხვდი რომ მიწისძვრა იყო გაჩერდა უტყავდა ქვემოდან უტყავდა რაღაცნაირად რა საშიშია ღმერთოჩა აი როგორი პატარები ვართ როგორი მცირეები ვართ როგორი უსუსურები ვართ აი ესეთი რაღაცის მიმართ მიუხედავად იმისა რომ შეგვიძლია ბიტუნის საოცრებები დავდგათ შეგვიძლია აი ყველანაირი რა ვიცი ტექნიკა შეგვიძლია ყველანაირი რა მშენებლობა ანუ და აი როგორც საშლელით რო წაშალო რა ესე გადაუსვევს სამყარო ხელს ხოლმე მაგ დროს რას ვაკეთებ ვერაფერს რომელს უდგებით წინ ქარს მიწას მეწყერს წყალს ხო ცეცხლი რა ანუ იმ სტიქიებს არ არსებული რა გამოიგონეს მაგის წინ შანსია სულ რომ 40 საუკუნეში ვიყოთ და რაღაცა ჰაი ტექნიკები გქონდეს არ არსებულია რას უნდა დაუწყეთ ვენჭირმე მდელმეტრიანი ტალღა რომ მოდის მეწყერი რომ მოდის იქედან და ერთიანად რომ ცეცხლი გადაუვლის და რა ვიცი ქარბონბარები ხან ძროხა რომ მოფრინავს ხან მანქანა რა უნდა გააკეთო ოთხი სტიქია რომელიც დამანგრეველი კი არა რა ვიცი რა არის რა რა ვქნა წავიდე გამოვთა შეიძლება უიოზე 6 წუთია აი მე მაღალი წლის საზოგადოების ლაივი ხარ დომენიკ მანკუ არის შებოსული ჯაით დაკეცოსა აი მე ჩაუწიო აი ხო გეუბნებით საერთოდ არ ამხდება ქეთურლოს ლაივები აი ხა სუტორტის რაღაცეები ხდება რავი 1000 რაღაცა ხდება ფილმების ნაწყვეტები და აქედან სკრინავ ხოლმე სახელებს ძირითადად ნაყურებელი მაქვს ხოლმე ეს ყველანაირი ფილმი მაგრამ ძალიან ძველი რაღაცა ის საინტერესო რო იყო ჩემთვის მით უმეტეს აი მიყვარს ეგეთ რაღაცა მეწყერებზე მიწისძვრებზე ეგეთ კატასტროფებზე ფილმები მიყვარს ხოლმე რა რაღაცნაირად საფსიუჟეტიან მასეთ ფილმებზე ძალიან სიამოვნებს როგორ რეალურია საშიშროება როგორ და ან მიყვარს რა ეგეთი ფილმები და რავი რა იქნება როგორ იქნება რა იქნება ხოლმე და აი ხა მაგალითად აი ეს მომეწონა მაგრამ ხა მივხვდი რომ ეს ნაყურებელი მაქვს და ესე ვსკრინავ ხოლმე მშვენივრად და მე იმაში ვეძებ ხოლმე რა Google-ში ვუყურებ მშვენივრად აი ხა მაგალითად ხვალე დასაუთებელი ხო მაქვს რაღაცა იმიტომ რომ შაბათ-კვირას ვერ მოვასწარი ახვალე რაღაცა ფილმს ვიპოვი და ჩავთავ და ვუყურებ თან დავაუთოებ ერთი დისკომფორტს მიქმნის ის რომ იქ ინტერნეტს კარგად არ იჭერს რა აი ეს კედელი რაც ამოვიღეთ ამოვაშენეთ
ეხლა მინდა ამ ფილმის ყურება. არ ვიცი, არ სახელი არ მომიძებნია, მაგრამ მე Google-ში რო წერ ხოლმე, არ ვიცი, ამ კადრით თუ იპოვით თქვენ. თირკმელები რო ჭირდება ამ კაცს და გადანერგვა რო უნდა და ბავშვი რო ელაპარაკება რაღაცა 4-5 წლის ბავშვი. მოდი ჩემ თირკმელას მოგცემო. აი ხა ნახე, არ ვიცი რა ქვია სახელი, შევედი და ვერ ვნახე სახელი. ერთი ის დაწერეს რომ ძალიან მაგარი ფილმიაო. ეხლა Google-ში ჩავაგდებ ამას და რამდენიმე წამში წესით უნდა იპოვოს კადრის მიხედვით ფილმი. რომელიც ვერ იპოვა. Google რა გჭირს? ანუ ვერ იპოვა. ჯაინ დაგედით. ძიება. Google-ი მოდებნე. იმეპოვრობს. არა ვშორა ვიპოვით. ამარ როგორ უნდა ბაჭოს. თქვენ თუ იცით დამიწერეთ რა. ანუ საავადმყოფოში არიან და ეს კაცი ეტლში ზის რა და სჭირდება თირკმლის გადანერგვა და ეტლით მიყავთ. და იქიდან მამას მოყავ ეტლით პატარა გოგო. და გააჩერებინებს და ეუბნება რა, რა გჭირსო. პატარა ბავშვი ეუბნება და ეს ეტყვის რომ ესეო რა, თირკმელაო. ლაპარაკება და მამას ეტყვის ეს გოგო რომ მამაო მე მაქვსო თირკმელაო და კიო. შემიძლია ორიო და შემიძლია ორივე ერთი მივცეო და სავარაუდოდ ეს ბავშვი აძლევს თირკმელს. ანუ ეს ბავშვი ცუდად არის რა და შეიძლება დონორი გახდეს. ხო და ესეთი რაღაცა ემოციური ფილმებიც მიყვარს. ხო და ამას მოძებნი მე. თქვენი შემთხვევა გქონიათ, ეხლა რომ ამაზე ვლაპარაკობ და მე ხა შეიძლება TikTok-ი გავხსნა და ზუსტად ეს კადრი აღემივარ და ეს, ანუ გქონიათ ეგ მომენტი რომ Google-ი გისმენთ. მე ძალიან ხშირად. აი მაგალითად იყო შემთხვევა რომ თუნდაც ფილმზე გვილაპარაკია ეს გააზრებით რომ აი ესა და ეს ჟანრი, ესა და ეს სიუჟეტი რაღაცა და ჰოპ და ხსნი და გვხვდება. არ ყოფილა ისეთი შემთხვევა მაგალითად ვიღაც ადამიანზე ლაპარაკობ შენთვის უცხოზე, ანუ რო არ ყავს სიტყვაზე Facebook მეგობრებზე და რაღაცაზე ლაპარაკო და შეხვალ და ალტერნატივად გივარდება რომ ამ ადამიანს შეგიძლია დაიმატო, ანუ რაღაცაზეც საუბრობ იმ ინფორმაციას გიგდებს ნებისმიერ ქსელში რა, ანუ სადაც კიდე შეხვიდე, სადაც ხარ დარეგისტრირებული, არა აქ TikTok-ი, Instagram-ი, Facebook-ი თუ X-ი თუ რა ვიცი რა, რომლები. ანუ რაღაცნაირად ანუ შენ ინტერესის სფეროს გიგდებს იმ მომენტში, ან ის ღერაზეც ილაპარაკე. მე ძალიან ხშირად. და ეგ ჩვეულებრივი მოვლენა. ამ დამთხევა არ არის ის, რომ აი, ნახე ამაზე ვლაპარაკობდი და ინახეს. არა. გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ადვილად რაღაცა გააკეთო. შემოგთავაზოს. 31 წუთი. ხო. არ წავალ 15 რუაკლია მაღაზე. არ წავალ გუშინ ვიდექი кайხანი. 5 წუთიანს გავყვები. ჰაჰა, ეგ. არა 15 რუაკლინოს გავყვები, იმიტომ რომ ბლინჩიკი გვაქვს გასაკეთებელი კიდე. იქ არის დარბაზი. ანუ ესე საბანკეტო დარბაზი რა და სადაც 1 წელზე მეტი არის არ უმუშავია და ეხა აიღეს იქირავეს და დღეს აქვთ 400 კაციანი ქელეხი. ხო და გუშინ ჩვენ გავაკეთეთ მაგათი ბლინჩიკები, სამარხოები. 430 ცალი. ისე რომ ამოვედი სახში. 3 ტაფა გქონდა. იქ ეს ჩასაწოდი. და ბიძინამ რომ მათ შუქაჩება მომთილმა ტაფა ხო იცით, ეგ ტაფა წავიღე, ანუ დავიხმარეთ ტაფები, თორე არ გვიყოფოდა და 5 ტაფით ვიმუშავეთ. და აი ზუსტად 8 საათი ხდებოდა, რომ ანუ სამუშაოს ბოლო იყო და აი ბოლო ბლინჩიკები რომ შევახვიეთ რა. და გავამწადეთ. ეხლა ის დაგვრჩა ცოტა გული. ხო და მაგისთვის უნდა რომ ჩავალ პირველი ეგ მეხება ბლინჩიკების ცომი უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ტორტი მე მგონი დღესაც არ არის. არ ვიცი ზუსტად, ხო და ბლინჩიკების ცომი უნდა გავაკეთო, რომ ის შევახვიოთ.
და გავყინოთ და ნახევარ ფაბრიკადებად იყიდება რა. აი ასე, ეხლა სანამ ვიდეო აიტვირთება ან გაკეთდება, მე ტავალ საწოლებს ავალაგებ ნინოს და ჩემ. და გავიდეთ. დღეს კონტეინერები უნდა წამოვიღო, როისა საჭმელი გუშინაც წავიღე. დღეს რა ვიცი, სუპი მაქვს, ოი წავიდე ჩავხედე. სუპი გავიგე, სუპს ხო წავიღებ, ბრინჯი გავაგეთ. ხო და ურს ვიყიდი ხარ ჩავული და ფესითი არა მაქვს დღეს რო წავიღე. წავედი. აბა ჰე, ბედრი ერთხელ ყველას. ხო, გუში ბოდიშით ვერ მოვასწარი თქვენამდე მოსვლა. ვერ მოვასწარი არა, ვერ მოვედი. კარგად.